ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა მეგობარი აქტის ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება, იმიტომ რომ ამ აქტს ისედაც ჰქონდა ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა და სულ რამდენიმე სენატორი იყო, რომელიც თავს იკავებდა განხილვის გარეშე დაჩქარებული წესით მიღების საკითხს, რაც შეეხება ამ აქტის, მაგრამ მე არ მიკვირს ის დადებითი დინამიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ვაშინგტონში გასულ კვირებში ჩვენს მიერ გამართულ შეხვედრებზე ძალიან ნაცვლად ჩანდა, რომ ყველას კარგად ესმის, რა მნიშვნელობა აქვს მეგობარ აქტს საქართველოსთვის და ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ მათ შორის დაჩქარებული წესით აქტის მიღება იქნებოდა ყველაზე სასურველი შედეგი. ნახოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი. საბოლოო ჯამში ყველა სენატორი გადახედავს თუ არა ყველა საკუთარ პოზიციას. ამ ეტაპზე ორი რჩება, რომელმაც უნდა მოხსნას, ასე ვთქვათ, საკუთარი შემაკავებელი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მეორადი მნიშვნელობა აქვს დაჩქარებული წესით იქნება მიღებული ეს აქტი თუ არა. მთავარი არის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას აქტის და ეს აქტი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ იქნება მიღებული.